ამასობაში 26 თებერვალია და ხელფასები იქნება ამ ვიდეოს თემა. სანამ ყურებას გააგრძელებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გიჩვენებთ გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამ არხი, სადაც გაცილებით მეტი ინფორმაცია იდება და არხის მხარდაჭერის სურვილებმა, რა თქმა უნდა, გააკეთეთ დონაციები. ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. დავიწყოთ აბა ხელფასებზე, ბევრი საუბარი მიდის ხოლმე და ხო ესეთი გადახრებია იქით აქეთ ზოგი იმას იძახება, რეალურად რა ხდება ვნახოთ რა. მოკლედ იანვრის მონაცემებით საქართველოში ოფიციალურად ხელფასი აიღო 880,000 ადამიანმა. ეს ოფიციალურად რას ნიშნავს? ეს ხალხი არის რაღაცა გაფორმებული, იღებს ხელფასს, ამ ხელფასიდან იხდის საშემოსავლო გადასახადს, 20% იხდის ბიუჯეტში. აი ეს არის ეს 880,000 ადამიანი. ამას გარდა კაცობრიობით დასაქმებულებიც უამრავი ადამიანია, რომელიც გაფორმებული არ არის, შემოსავალი აქვს, მაგრამ არ ფიქსირდება და საშემოსავლოს არ იხდეს რა, მაგალითად ხელოსნები რაღაცების, ვიღაცა ტაქსაობს, აგერმე ვიდეოებს წერ, რაღაც დონაციებიდან მაქვს შემოსავალი, საშემოსავლოს არ ვიხდი რა შესაბამისად. რეპეტიტორები და ბევრია რა ესეთი კატეგორია ხალხის, მაგრამ ამას შევეშვათ. ნახოთ რა მდგომარეობაა მათ შორის, ვინც ოფიციალურად იღებს ხელფასს. ესე იგი 600 ლარს და უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს 19,5%. ამ დაახლოებით სადღაც ეს გამოდის 170,000 ადამიანი. მაგრამ ამათი რაოდენობა არის შემცირებული დაბალ ხელფასიანი ხალხის. 2023 წელს იყო 26% და 7%-ით შემცირდა ესეთი ადამიანების რაოდენობა. საპირისპიროდ, ესე იგი, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც 2400 ლარზე მეტ ხელფასს იღებენ. და ეს ადამიანები არის 26,6%. ანუ სადღაც 230,000 ადამიანია, ვინც 2400 ლარზე მეტ ხელფასს იღებს. ამათი რაოდენობა არის გაზრდილი. 2023 წელთან შედარებით 8,6%. გაზრდილია აგრეთვე იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც აქვს 9,600 ლარზე მეტი ხელფასი. 2,3%-ია ესეთი ადამიანების რაოდენობა. ანუ სადღაც რამდენი გამოდის ეს? 21,000 ადამიანი იღებს 9,600 ლარზე მეტ ხელფასს. კაი ხელფასს რა. ესე უნდა იყოს წესით. ხო, აი ეს არის ხა რეალური მდგომარეობა. დანარჩენი პრინციპში გამოდის 50% არის 600-დან 2,400 ლარამდე სეგმენტში რა. ანუ ნახევარი მოსახლეობის 600-დან 2,400 ლარამდე ხელფასს იღებს. ხო, დინამიკა კარგია, ჩემი აზრით. მაგრამ რა თქმა უნდა, მაგალითად 170,000 ადამიანი, რომელიც 600 ლარზე ნაკლებს იღებს, რა თქმა უნდა, გაჭირვებულად ცხოვრობს. ჩემი აზრით ხა რა არის გასაკეთებელი, აი მე რას გავაკეთებდი რა მთავრობის მაგივრად. 600 ლარზე და ნაკლები ხელფასი ვისაც აქვს, იმ ადამიანებს გავანთავისუფლებდი საშემოსავლო გადასახადიდან. ტეხავს რა ადამიანს 500 ლარი აქვს ხელფასი და 100 ლარს კიდე რო ბიუჯეტში ვახტევიებ და ხელზე იღებს 400 რა. მე ამ 100 ლარს დაუტოვებდი მას. ხო, ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ბიუჯეტს ხო დააკლდება. დიდ თანხა არ დააკლდება, სხვათა შორის სადღაც ჩემი დათვლებით 250 მილიონი ლარი და ამ თანხის ნაწილი ისევე დღგ-ს და მოგების გადასახადის სახით დაუბრუნდება სახელმწიფოს და ხო, ნუ რაღაცა ნაკლებიც რო შევიდეს, რა მოხდა, ამ ხალხს დარჩება მეტი და ამათი სოციალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდება რა. ეხლა ჩვენ ბიუჯეტისთვის ეს არ არის პრობლემური ფული. უძნის სუბსიდირებაში მეც ვიხდით. თან ახლა ეკონომიკა იზრდება, ბიუჯეტში შემოსავლები იზრდება და ეს 200-300 მილიონი ეს საერთოდ არაფერი არ არის. უბრალოდ გადასაწყვეტია, რომ აი ამ ადამიანებს, რომელსაც დაბალი შემოსავლებით მართლა უჭირს, მოდი ცოტათი შევუსუბუქოთ ყოფა. ხო. ნუ შეიძლება იქ მეორე კატეგორია, რომელიც არის, იმათ შეღავათებზეც ვიფიქროთ. აი 600-დან 2,400 ლარამდე ვინც არის, ხო? მან შეგვიძლია გაუნახევროთ საშემოსავლო გადასახადი მაგალითად, მაგრამ ნუ ეს ახლა უკვე ცოტა რთული სისტემაა. დათვლა უნდა რა დაждდება, ეს თალკე ცოტა რთულად დასათვლელი იქნება.
მაგრამ ეს 600 ლარზე დაბალი ხელფასი მქონე ხალხი რომ საშემოსავლოსგან უნდა განთავისუფლდეს, ჩემი აზრით ეს ადამიანურიც არის, სწორიც არის და აი ყველანაირად მისაღები გადაწყვეტილება იქნება და არაფერს არ დააზიანებს რა.